შემოგსავაზეთ სახის ნატურალური კრემის დამზადების მეთოდს. შემადგენლობა ასეთია. პირველი შის კარაქი, მანგოს კარაქი, კაკაოს სხივი, სპერმაცეტი და თაფლის სანტელი. ეს არის ფუძე. ფუძეზე უნდა დავასხათ ზეთი. ავიღოთ ისე იგი. ავიღოთ აი ესეთი ჭურჭელი, უნდა იყოს შუშის. ჩამოათავსოთ ყველა მასალა ამ ჭურჭელში დავასხათ კოსმეტიკური ზეთი. შეგვიძლია დავასხათ მარტო ზეითუნის ზეთი, მაგრამ შეგვიძლია თუ კი მოგვეპოვება და უკეთესია ზეთების კომპლექსი გავაკეთოთ. მაგალითად, ნუშის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, სტაფილოს ზეთი, არგანის ზეთი, ყურძნის წიწვების ზეთი და ასე შემდეგ, რაც სახში მოგეპოვებათ. ავიღებთ თითოეულ მათგანს, მაგალითად 5 მილიგრამებს, ყველას გავაერთიანებთ და გაერთიანებული ზეთებს დავასხამთ იმდენ, რამდენიც საჭიროა ეს მასალა რო გაიხსნას. ეხლა ამისთვის დავასხამთ ზეთებს და ამისთვის შევდგავთ გაზზე, ჩავდგავთ წყლიან ჭურჭელში და ხელის მორევით მივყვათ გადნობამდე, არ უნდა ადუყდეს. გამოვიღებთ შემდეგ და გავაცივებთ. გაცივების შემდეგ დაიწყება თქვეფა. აი მაგალითად ამით გავთქვიფავთ. შეგვიძლია სულიდან მეორედაირი მიქსერით ავთქვიფოთ. და მივიღებთ ისე იგი ფაფუკ კრემს. შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ კოლაგენი. შეგვიძლია დავამატოთ კოლაგენია ესეთი ნივთები, რომელიც ფხვიერი სახით არის. შეგვიძლია ჰიალურონური ჟავა დავამატოთ. შეგვიძლია ვიტამინები B ჯგუფის, A ვიტამინი, E ვიტამინი, აპილაკი ფუტკრისზე დავამატოთ და ასე შემდეგ, რომელიც თქვენთვის არის მისაღები. ეხლა ესე იგი განვიხილოთ ცალკეული მათგანი, რას ვისმევთ ჩვენს სახელზე. რა არის შის კარაქი? შის კარაქი ორგვარი გამოდის. ერთი არის ყვითელი, მეორე არის თეთრი. და ახლა რა განსხვავება ყვითელ და თეთრ შორის? შია საერთოდ არის აფრიკის მცენარე. მას აფრიკაში წმიდა ხეს უძახიან და ის დადის ასეთი ისა, რომ მას ეგვიპტის დედოფალი სილამაზეს ინახავს. ის 20 მეტრამდე იზრდება და 300 წელიწადი ცხოვრობს. მისგან მიღებული ნაყოფით ხდება ნაყოფის დამუშავება. პირველად ისე იგი მიიღება აი ესეთი დამუშავების ასეთი ყვითელი ნივთიერება და შემდეგ ხდება მისი რაფინირება. მაგრამ არა ზეთის მაგვარად, რომელიც თითქმის 300 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ. აქ ხდება მოხარშვა. აი როგორც წინათ ისე იგი სოფელში ღორის მუცლის გონს რომ მოხარშავდნენ წყალში. აი ამ დაგვარად ხდება მოხარშვა. და ამიტომ აქ ტრანსკრები არ წარმოიქმნება. აი როგორც მაგალითად ზეთები, ზესუმძირის ზეთებში და სიმინდის ზეთები, რომელიც მაღაზიაში იყიდება, სავსეა ტრანსკრებებით და ყოველგვარი ვიტამინები მოცილებული აქვს. გამოხდის შემდეგ უმატებელი ვიტამინებს, რომელიც იალგზე აწერია. მაგრამ არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მსოფლიოში ჯერჯერობით არავის უკეთესი რამე არ მოუგონი არც ერთ მეცნიერს და იძულებული არიან, რომ ზესუმძირი ზეთები და სიმინდის ზეთები და სხვა ზეთები, რომელიც იყიდება სუპერმარკეტებში, არის მავნებელი ადამიანისათვის. მაგრამ რასიზმა აი ასეთი მდგომარეობა არის. და რატო აკეთებენ ახლა რეფინირებას? აკეთებენ იმიტომ, რომ აი მაგალითად სოფელში კახურის ზეთს რო ამზადებენ ცივი გამოწნექვით, მას ზესუმძირის სული ასდის და სითხესაც, ესე იგი, სქელი სითხეა და არ არის გამჭვირვალე.
ამიტომ რაფინირებულ ზეთს სუნი არ აქვს და არც ესე იგი ფერი ძალიან კარგი ფერი აქვს და რომ მყიდველი მიიზიდოს. მაგრამ კიდევ მეორე დიდი პრობლემა არის. ეს რაფინირებული ზეთი დიდხანს ინახება, თითქმის 1 წელი. და არარაფინირებული თითქმის 2 თვე შეიძლება ვერ შეინახოს თან. ამიტომ ვისაც ისე იგი უნდა შეძენა შის კალაკის ყვითელს გირჩევდით მე, იმიტომ რომ მას ესე იგი ეს არის ნადვილი ნატურალური, რომელსაც ისე იგი არავითარი რაფინირება არა გავლილი და აი ამ ნარის სახით არის წარმოდგენილი. შეგიძლიათ თეთრიც აიღო. და თუ ხანგრძლივად ისე იგი არ ხმარობთ და 1 თვის მანძილზე გინდათ რომ მალა მოგქონდეთ, შეგიძლიათ ეს იხმაროთ. ეს შის კალაკი უფრო არის ისე იგი ბუნებრივი. ეხლა აიღოთ კაკაოს ცხიმი. კაკაოს ცხიმსაც ასეთი მდგომარეობა, თუ კაკაოს ცხიმი არის თეთრი და ისე იგი ყვითელი და არის ისე იგი უფრო მეტად მუქი ფერის კაკაოს ცხიმი გამოდის. ეს მაშინ ისე იგი ის დაუმუშავებელი და არა რაფინირებული. ამის რაფინირებაც ხდება და არა როგორც ზეთები ისე ამისაც ხარშვის შედეგად და მას სასარგებლო ნივთიერებები შენარჩუნებული აქვს კაკაოს ცხიმს. ესეც ტროპიკული ქვეყნის სცენარია და უფრო მეტად ეგვიპტეში და ინდონეზიაში ასეთ ქვეყნებში მოდის. მანგოს კალაკიც ასევეა. ესეც ტროპიკული ქვეყნის სცენარია და ასე ეგვიპტე, ინდონეზიაში და ესეთ ქვეყნებში მოდის და ესენი არიან საუკეთესო მზის ამორეკლავები, რომელიც აი შიის კალაკი, მანგოს კალაკი, კაკაოს ცხიმი, ეს სამი ნივთიერება ერთად არის მზის ამორეკლავის პირველი შემადგენელი ნაწილი. ხოლო სპერმაცეტი ახლა არ იყო. სპერმაცეტი წინათ გამოდიოდა ნატურალური. აი ამ საიდუმლოს გაგებხელთ. ეხლა ისე იგი სინთეტიკური გზით ხდება მისი დამზადება, რადგან ვეშაპების დახოცვა აიგრძალა. ამიტომ ისე იგი სპერმაცეტი რა არის? ვეშაპის ტვინისგან მიღებული ცხიმია, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი თვისებები. მას შეუძლია ჭირობების შეხორცება, მას აქვს რეგენერაციის უნარი. მას შეუძლია ისე იგი ქსოვილიც ამოიყვანოს და მას კიდე როცა ჩვენ ვაკეთებთ მზის ამცავ კრემს, სპერმაცეტი აუცილებლად უნდა გაერიოს, რადგან მზისგან დამწვარი კანი, სიწითლე, ბუშტუკები, სპერმაცეტი ყოველივეს ამას გააქრობს და ამიტომ უნდა იქნას გარეული მზის დამცავ კრემში. აი ეს კრემების ეხლა ჩვენ მოძღვრებას ვამატებთ კოლაგენს. რა არის კოლაგენი? კოლაგენი არის ისეთი ნივთიერება, ისეთი ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანი 80% თითქმის. მაგრამ ადამიანი ხნეში რო შედის, კოლაგენს უკვე ვეღარ გამოიმუშავებს. რადგანაც ამიტომ იძულებული ვართ, რომ ჩვენ ას მივახმაროთ კოლაგენი, რომ ადამიანი ესე იგი ებრძვის მოკლედ სიბერეს. კოლაგენი ისეთი ნივთიერებაა, რომელსაც ღებულობენ კანის მოხარშვის შედეგად. მაგალითად, ძროხის კანი, ქათმის კანი, თევზის კანი, ყველაზე კარგი თევზის კანის არის. და ეს არის ცხოველური წარმოშობის ცილა. და ჰიალურონი რა არის კიდე? ჰიალურონი არის ისე იგი მჟავა, არის ისე იგი მიღებული ალოე ვერას რბილობისაგან და ბარბაროზის ხის რბილობისაგან. მისი ჩამოსხმა ხდება, ეს არის მცენარეული კოლაგენი, მცენარეული. ეს კოლაგენი არ არის, ეს ისე იგი კოლაგენის წარმოშობას უწყობს ხელს. ამიტომ ისე იგი მას ეს ამპულების სახითაც გამოდის და კოსმეტიკურობაში ნემსების სახით იკეთებენ სახეზე, რომელიც ის 7 თვის მანძილზე შესანიშნავი შედეგი აქვს სახის კანზე. მაგრამ შეგვიძლია ჩვენ მაგ გავუვიოთ ზეთებში.
აი ჩვენ კვებავ-კრებებში გავუდიოთ. პირდაპირ წავისვათ ეს სახეზე. აი და სახე ამ დროს ხდება ელასტიური, მკვრივი და ნაოჭები ქრება. დანარჩენი ეხლა რაც ხვალ გამომჩარებე. რა. ხო, ეხლა აპილაკი რა არის? აპილაკი არის ფუტკრის რძე, რომელიც ტაბლეტების სახით გამოდის. ფუტკარი მას ამზადებს ყვავილის ტვერისაგან. და ეს 17 დღის ფუტკარი უნდა იყოს ის, რომელიც აკეთებს მას აპილაკს. აპილაკი ტაბლეტების სახითაც გამოდის და რძის სახითაც გამოდის. მაგრამ რძის სახით რომ გამოდის, მისი შენახვის ვადა შეიძლება ერთი კვირას არ იქნეს. ამიტომ ტაბლეტების სახით რომ გამოდის აპილაკი, ის უნდა დავქვათ პუდრივით და შევურიოთ კვებავ-კრებში. ეს არის ნამდვილი ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც ისე იგი საუკეთესოდ არის სიბერის საწინააღმდეგო ჰორმონია. ასევე ისე იგი ყურძნის წიწვებზე მინდა ვილაპარაკო. ყურძნის წიწვების ზეთი დღესდღეობით ძალიან ისე იგი არის მიღებული, რადგანაც მასში შედის ჰორმონები, რომელიც ადამიანს ახალგაზრდავებს. ესეც ისე იგი მცენარეული ჰორმონია. არსებობს ისე იგი ჰორმონი ცხოველური, რომელსაც საქონლის თესლიდან იღებენ. ფოლიკულინი არის ასეთი. შეგვიძლია ჩვენ ფოლიკულინიც გავუვლიოთ კვებავ-კრებში. ფოლიკულინიც. ასეთი ფოლიკულური და ჰორმონების გარევა სიბერეში რო შედის ადამიანი, მაშინ არის საჭირო. უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში არ არის საჭირო არც კოლაგენი, არც ჰიალურონი, არც არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ შიის კარაქი, ქოქოსის კარაქი და დანარჩენი ზეთები. დანარჩენი და E-ვიტამინსაც რო ურეთ, E-ვიტამინს აქვს შესანიშნავი თვისებები კოლაგენის გამომუშავების და C-ვიტამინი, რომელიც წარმოშობს ისე იგი კოლაგენს. სახეზე შეგვიძლია ამპულა გავხსნათ და პირდაპირ წავისვათ C-ვიტამინის სახეზე. ასევე შეგვიძლია კოლაგენით წავისვათ, ასევე შეგვიძლია ჰიალურონით წავისვათ პირდაპირ სახეზე. აი B12 ვიტამინი შეგვიძლია ამპულა გავტეხოთ და წავისვათ B-ჯგუფის ვიტამინებიდან, რომელიც გინდა. B-ჯგუფის ვიტამინები ახლა ისთვის არის სასარგებლო. B-ჯგუფის ვიტამინები საერთოდ ძალიან სასარგებლოა კანისთვის და რატო? ვისაც ისე იგი ხდეში შედის და სახის ოვალი უკვე არ აქვს შენარჩუნებული, B-ჯგუფის ვიტამინები ამაგრებს, სიზარღვებს. აი ახლა მაგალითად რო ავიღოთ ახალნაყიდი რეზინი და ხმარების შემდეგ ხომ მოძველდება და რო გავწელავთ ახალ რეზინს თავის ადგილს უბრუნდება. ხოლო ძველი უკვე არ უბრუნდება, ასეა სიზარღვები. ადამიანი ხდეში რო შედის, ისე იგი სიზარღვები დასუსტებულია და B-ჯგუფის ვიტამინები ეხმარება მას, ისე იგი რომ აღდგეს ეს პროცესი. აი დღესდღეობით აი ასეთი რაღაცა თუ კი ვინმეს რამე ისე იგი უნდა მომწერონ პირადში ან ისე კომენტარებში და ყველანაირად გაგცემთ პასუხს. მადლობთ ყურადღებისთვის.